მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ და დღეს მინდა წინა ვიდეოსთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვისაუბრო. კომენტარის სახით ადამიანები მიწერენ, რომ ამით არაფერი არ შეიცვლება და რომ მოკლედ აზრი არ ქონდა ამის გაკეთებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვისაუბრო. რა თქმა უნდა, მე ამით ვერ შევამცირებ ამ მომაკვდინებელი ნარკოტიკის ბაზარზე გადინებას და ვერც მომხმარებლებს ვერ შევამცირებ, მაგრამ ამ 100 გრამი ფენტალინის განადგურებით თუ კი ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადარჩა, რა თქმა უნდა, მიზანი მიღწეულია. 100 გრამ ფენტალინს ყველაზე მინიმუმი დათვლით, აი ყველაზე ცუდი და ისეთ წარმოუდგენელი მინიმუმის ანგარიშით მოიხმარს დაახლოებით 1000 კაცი. შესაბამისად, აი ამ 1000 კაციდან თუ კი ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადარჩა, რა თქმა უნდა, მიზანი მიღწეულია. აქვე ვიტყვი შემდეგს, რომ როგორც მე, ასევე თქვენც ყველა პროფესორიც, ძველი ბიჭიც, პოლიციელიც, მეზობეც და სულიად საზოგადოება თუ კი გავერთიანდებით ამ ჭირის წინააღმდეგ, უფრო შედეგის მომტანი იქნება და რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ და უფრო დავაზღვევთ ჩვენი შვილების მომავალს. ეს მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალებები ჩვენი ქალაქის ქუჩებში მრავლად ყრია სამწუხაროდ და ხვალდაზე გვისი შვილი წამოკრავს ფეხს აი ამ ბომბს, რომლებიც ყველა ქვის ქვეშ დევს დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში კაცმა არ ვიცით. შესაბამისად, არავინ არ უნდა ვეკიდებოდეთ ამ საკითხს გულგრილად და ყველას როგორც შეგვიძლია ისე უნდა მოქმედებდეთ აი ამ ჭირის წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ერთმა ადამიანმა დამოუკიდებლად რაც შევძელი ეს და რა თქმა უნდა, ამ ამბავს ესე გულგრილად ვერ მოვეკიდებოდი და გვერდს ვერ აუვლივდი. ეს არის და ეს და რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი და კარგად მოვიქეცი და თუ კი კიდევ ოდესმე მექნება ასეთი შანსი, არასდროს ამას გვერდს არ აუვლი და ყოველთვის ასე მოვიქცევი და შეიძლება უარესადაც. ეს არის და ეს მეგობრებო, რისი თქმაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით, თუ აი ამ 100 გრამის განადგურებით მოკლედ არაფერი არ იცვლება. აი ამ კომენტართან დაკავშირებით ვთვლი, რომ პასუხი გაცემულია და გამგები ძალიან კარგად გაიგებს აი ამ ამბავს თავიდან ბოლომდე და ამ ამბის შინაარსს. ამით დაგემშვიდობებით დღეს და მომავალ შეხვედრამდე.